მოგესალმებით, მე გახლავართ გინეკოლოგი ხათუნა ყიფშიძე. სურს გესაუბროთ ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციაზე და მის როლზე საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. პაპილომავირუსს გააჩნია მაღალი ინფიცირების და ტრანსმისიის უნარი. იგი აინფიცირებს როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცის, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმს. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების 75% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება პაპილომავირუსის ერთი ან მეტი ქვეტებით. ინფიცირების პიკი მოდის ახალგაზრდა რეპროდუქციულ ასაკზე. პაპილომავირუსის ძირითადი გადაცემის გზა სქესობრივი კონტაქტია. დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირებულ არესთან კონტაქტით. გადაეცემა დედიდან ახალშობილს მშობიარობისას ინტრანატალურად. პაპილომავირუსის 200-მდე გენოტიპი არსებობს. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შესაძლებლობით მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ. ეს არის მაღალი რისკის და დაბალი რისკის. დაბალი რისკის პაპილომავირუსები ძირითადად კანისა და ლორწოვანის ზედაპირზე იწვევენ მეჭეჭებსა და კონდილომებს. მაღალონკოგენური შტამები ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებასთან და ინვაზიურ კიბოსთან. ყველაზე გავრცელებული მაღალონკოგენური შტამები გახლავთ მე-16 და მე-18. მე-16 ტიპი ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების დაახლოებით 50%-თან, ხოლო მე-18 ტიპი ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების 10-12%-თან. სხვა ონკოგენური ტიპები, როგორიც არის 31, 33, 45, 52, 58, ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც კიბოს წინარე დაზიანებები, დისპლაზიები დაკავშირებულია ძირითადად მაღალონკოგენურ შტამთან. ვირუსოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევები მოწმობს, რომ პაპილომავირუსს ახასიათებს როგორც მაღალი ინფიცირების, ასევე სპონტანურად უკუგანვითარების უნარი. ძლიერი იმუნური პასუხის შემთხვევაში ორგანიზმში მოხვედრიდან 20-24 თვის განმავლობაში მას აქვს უნარი განიცადოს რეგრესი. ხოლო დაბალი იმუნური პასუხის შემთხვევაში მაღალონკოგენური შტამის ხანგრძლივი პერსისტენციის პირობებში შესაძლოა განვითარდეს ბურღის, საშოს, საშვილოსნოს ყელის, ანუსის სწორი ნაწლავის, მამაკაცის სასქესო ორგანოს, ასევე ოროფარინგიალური სიმსივნეები. ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც ზრდის პაპილომავირუსული ინფექციის პირობებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებას შემდეგია: სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, ქალისა და მამაკაცის მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი, ნიკოტინის მოხმარება, მშობიარობა ადრეულ ასაკში, 5 და მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა, ბარიერული თავდაცვის საშუალებების არ გამოყენება, კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროით გამოყენება, გენიტალური ინფექციების, ასევე ტრამვების თანაარსებობა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. საბედნიეროდ საშვილოსნოს ყელის კიბო განიქმნება იმ დაავადებათა რისკს, რომლის პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია. პირველადი პრევენცია ეს გახლავთ ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინაცია არ გამორიცხავს სკრინინგული ტესტების წარმოებას. მეორადი პრევენცია გულისხმობს რეგულარული სკრინინგული ტესტების წარმოებას. სკრინინგული ტესტებია PAP ტესტი და HPV DNM ტიპირება. PAP ტესტი თხევადი ციტოლოგიით გვაძლევს საშუალებას მაღალი სპეციფიურობით და მგრძნობელობით გამოვავლინოთ როგორც საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური დაზიანებები, ასევე მოვახდინოთ პაპილომავირუსის DNM ტიპირება. ტრადიციულ ციტოლოგიასთან შედარებით თხევადი ციტოლოგიის მგრძნობელობა 20%-ით მეტია. ჩაიტარეთ რუტინული სკრინინგული კვლევები, მიიღეთ პასუხი სინევოს ევროპული ლაბორატორიიდან, იყავით ინფორმირებული და შესაბამისად დაცული. ჯანმრთელობას გისურვებთ!